დონაძე. გამარჯობა ბატონო. ესე იგი ამ ხალხმა გაიგო რომ დღეს ისე ვარ ცოტა არ მისაუზმია ყველას ისეთი კარგი ის უწერია რა ქვია საყვარელი კერძი კარგი მწვადი შავღვინოსთან ერთად მენიუთი არის მოსული ყველა თითქმის დღეს აგინდა არჩიეს უნდა მწვადი შავღვინოსთან ერთად რაჯობი გემოვნება კარგი გაქვთ დარჩენი აქ უნდა ნახოთ უმორის ნახოთ როგორი იქნება შეგვიძლია დავიწყოთ კი ბატონო წარმატებები 1 2 და 3 ერთი ქალბატონი ეუბნება მეორეს დივანი მინდა გავყიდო სირცხვილით ვიწვი მასზე მე ქმარს უღალატე სულელო მე რომ ყოველივე ეს გავყიდო ხარაზეც ქმარს უღალატე სახში ჭაღის მეტი არაფერი დარჩებოდა 60 წლის თავზე ოკულის თამშოლებმა მიართვეს ბროლის თვალი ერთი წუთი გაგვეცი ადის კუზე გამაცინა ჩიდო თავი დახარე დამიმალე მაგრამ ვერ დამიმალე აი აქედან გაგექცა ის ხალი იმავს დამოვიდგინე ის ხალი დივაინი საწყალი ქმარიო წამოვიდგინე გამეცინა მე ახუნა ამერთხელ მაპატია ახლა და მე როგორი კარგია ჩემი საპატიებელი ლაგჭი თქვენ ჯიბიდან იქით მაგ ფულს დიახ ამ ჯიბიდან გადახდი 50 ლარს გილოცავთ აპლოდისმენტები ჭადიწყი ბატონო ჯუმბე კიდე ვაგზელებ კი მე ნელ-ნელა ფუნქციას ვკარგავ 1 2 და 3 ბიჭი ეკითხება მამას მამა მითხარი რა არის ფული ფული შვილო აკეთებს პაუზას ესაა მანქანა კონიაკი შამპანური და კარგი ქალები როცა ფული არა გაქვს ეკითხება ბიჭი ტრამვაი ჩაი და დედაშენი სამსახურიდან ადრე დაბრუნებულ ქმარს ცოლი კარში შეეგება შალვა მეზობელმა ცხვრის დუმა მოგვართვა იქნებ ბაზარში გაგევლო ბადიჯანი მოგეტალა შეხონ გიყვას ბადიჯანი დუმაში ქართველს შეეკითხეთ რიდგან სხვადასხვა მამაკაცის დროს ქალის დროსაგან მამაკაცის დროში ზვრებიან ფეხებით ხოლო ქალის დროში ხელებით მამაკაცო ოპერაციის შემდგომ კვერცხების მაგივრად ჩაუდგეს ორი თავი ხახვი იგი გამოვიდა საავადმყოფოდან მეგობრებს უყვება ადრე ქალებს რო უყურებდი ყოველთვის მხიარულობდი და მიხარობდა ეხლა კი რატომღაც მათ რო შეხვედავ თუ არა ყოველთვის პერი ნიკოლოს ხახვებს ეგაგეცინა გამეღიმა იმიტომ რომ ის კაცი ახლა 59 წამი მეზობელი იქნებოდა აქ მაგარი ორი თავი ხახვი ხვა და გაქვს ხოლმე და რო გამოვაქ იმასაც მეზობელი რომ მიდის და ორი თავი ხახვია მასულოთან დააკ შებრუნება გერჭიდება სახში რომ გამოვიდა სულთან და ანუ ამაზე გაგვეცი პატიეთ რომ გამეღიმა რომ ორი თავი ხახვია ადამიანს რაღაცების ნაცვლად დიახ 100 ლარი თქვენია ბატონო ჯუმბერ აპლოდისმენტები კარგია აი ახლა კითხავთ ვაგრძელებთ თუ არა კარგად დაფიქრდით 59 წამი იყო კი არა უშ კი ბატონო წარმატებები 3 2 1 მიხო დადე სოფელ თავის სახელდართან ერთად ორივეს გადაკიდებული აქვთ კიტრის სავსე ხურჯინები აბა კიტრი შუშა კიტრი პანჯარასთან გადმოდგა ახლად მოყვანილი პადარძალი და გაძახებს რაღაც ბიძა ჩემო კიტრი რომელი აშას გაეღიმაო რაზე გამეცინა ჩიდო ჭადიწყი შუშაკიტრი ხახვი და რაზე შუშაკიტრიო ასმა შუშაკიტრი დედა გადავიდა შუშა კიტრი შუშა თუ იყო კარგია 200 ლარი თქვენია აპლოდისმენტები რა თქმა უნდა თქვენინება ანუ ვაგზელებ ანუ კარგით 3 ეს თავიდან დავიწყო როგორც იმან დაიჭირა ხა შუშა კიტრი არა შუშაკიტრი მესმეა ბავშვობიდან 2 ესე იგი მიხო დადე სოფელ თავის სახელთან ერთად ორივეს გადაკიდებული აქვთ კიტრის სავსე ხურჯინები აბა კიტრი შურჩა კიტრი პანჯარასთან გადმოდგა ახლად მოყვანილი პატარძალი და გაძახებს რაღაც ბიძა ჩემო კიტრი რომელი შვილო მე რომ კიდია თუ ვერს რომ კიდია ბიჭი ეკითხება დედას ვინ არის საყვარელი კაცი ის კარგი ბიძია შვილო ის მამას ეხმარება საყვარელი ქალი ის ცუდი დეიდაა ქურდია ის იპარავს მას რაც ურადებს არა რაც კარგად დგას დრო აუ ცოტა საფათი 20 წამია დარჩენილი
მოხუცი ქალი ავიდა გავსებულ ავტობუსში თავისი კალათით. მამაკაცო, ფრთხილად კვერცხები არ დაჩხლიტოთ. რა დაგემართებებია გადატვირთული ავტობუსში კვერცხებით რომ მომოხვეძეთ? მე კვერცხები არ ვარ შვილო, მე კვერცხები არ მაქვს შვილო. კალათაში ლურსმენი მიწვია. ხელბოსნეულის მაღაზია ეს თუ გადაშლაში დამიხარ. სამწუხარო. ვეხსენებია. არა და კარგი 200 ლარი იყო. თანხა უნდა აგეღოთ და წაგეღოთ. დრო არ გვეყო და ცოტა ჩემი აზრით ჯობდა 200 ლარი აგვეღოთ და წაგეღოთ. ცოტა მობილიზება და ალბათ დამოვიდა მე 100 ლარი მეგონა თქოს. არა, თქვენ 200 ლარი ქონდათ სამწუხაროდ. ნუ გააგზელეთ თამაში, არა უშავს. ძალიან კარგი თამაში იყო. უღრმესი მადლობა და აპლოდისმენტები გავაცნობთ.